ლელა მშვიდობის შესრულდა 11 საათი და გაცემა დღეს ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვარ ლელა ბაღდაძე. საქართველო და ჩინეთი ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადადიან. შესაბამისი ხელშეკრულება ქვეყნებს შორის გუშინ გაფორმდა. ეს კი იმ ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ოცნების ხელისუფლებისგან პირიქით ჩინეთისგან გარკვეულ დისტანცირებას ელოდება. უნდა შეფასდეს თუ არა ჩინეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე ქართული ოცნების გაწყვეტილება, როგორც პასუხი ვაშინგტონს დღევანდელ გაცემას ამით გავხსნით. შეფასებებს კი პაატა ზაქარიაშვილისგან მოვისმენთ. დაგვალოდეთ ვიწყებთ ზუსტად 1 წუთში, იქამდე კი თვალი გადავალოთ ბოლოს სიახლეებს. დღეს ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელზეც საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება განიხილება. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. დიალოგი ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით იმართება. ევროკომისიის პრესპიკერის განცხადებით, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზა ლიბერალიზაცია ეფუძნება. არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. ეს განცხადება ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა პარტიის შიგნით მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით გააკეთა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ პარტია გაცოცხლებას და გაახლებას საჭიროებს. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის რეფორმირებისთვის აპირებენ პარტიას შეუერთდეს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი გუნდი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დამატებითი ავიადარტყმები განახორციელა. ამერიკული მხარის ცნობით სამიზნე იყო ირანის საჰაერო თავდაცვის, რადარისა და კავშირის ობიექტები. საპასუხოდ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ დარტყმები მიიტანა ამერიკის სამხედრო ობიექტებზე ბაჰრეინსა და ქუვეითში, ხოლო რეგიონში სამხედრო ესკალაციის გაფართოების საფრთხეზე გააფრთხილა. მაშასა კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, პოლიტოლოგი პაატა ზაქარიაშვილი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ პაატა და მადლობა რომ გვესმენთ. გენამშვიდობის მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ბატონ პაატა, დღეს გლობალური პოლიტიკური პროცესების უნდა შევაფასოთ, მით უფრო რომ ამერიკა ირანს შორის სამხედრო მოქმედებების ახალი ტალღა დაიწყო, თუმცა იქამდე საქართველო და პირველ რიგში ჩინეთთან ურთიერთობა, როგორც მთავრობა გვამცნობს, ჩვენი ქვეყანა ჩინეთთან ყოვლის მომცველი პარტნიორობის, სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადადის, რასთან დაკავშირებულ შეთანხმებასაც ქვეყნებს შორის ხელი 2 დღის წინ მოეწერა. არა და პეკინთან ურთიერთობების ახალ მნიშვნელობამდე აყვანა ეს მაშინ, როდესაც ვაშინგტონი ქართულ ოცნებას ჩინეთთან და მეორე მხრივ ირანთან ურთიერთობების გადახედვისკენ მოუწოდებს. აი ის, რასაც ახლა აკეთებს საქართველოს მთავრობა და რა განცხადებებსაც ვისმენთ ქვეყნის პირველი პირების მხრიდან. რამდენად არის პასუხი ვაშინგტონისთვის და შესაბამისად რას ვეუბნებით ამის ამერიკულ მხარეს? დიახ, მე მგონი რომ პასუხი ვაშინგტონის მიმართ არის ნამდვილად, იმიტომ რომ აშკარად ქართულ მოცემა ვერ მიიღო, ვერ შეისრულეს მოლოდინები, რაც ჰქონდა ამერიკიდან, რომ რაღაც მოხდებოდა მათი გაგებით რაღაც გადატვირთვა, რომ საქართველო და ამერიკა არიან თანასწორი პარტნიორები, ესე არ არის. ამერიკას თავის ხედვები აქვს, მას მიაჩნია, რომ საქართველო შეცვალა თავის კურსი დემოკრატიისაკენ, შეცვალა თავის ვალდებულებები ნატოს მიმართ, ევროკავშირის მიმართ. ერთი არის ტრამპი, ზოგადად მათ აქვს რაღაც ილუზია, რომ ტრამპს უყურებენ, ესე არა, ამერიკა სახელმწიფოა, ძალიან ძლიერი ინსტიტუტებია, ტრამპი წავა, სხვა მოვა და ინსტიტუტები რჩება ყოველთვის, ამიტომ ამერიკის სახელმწიფო ინტერესები ხშირად კორექტირებას უკეთებს თუ ტრამპის განცხადებებს კი ჩვენ ხედავთ ამას ხშირად, ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამიტომ ქართულ ოცნებას აღატოვებაც გონია, რომ რაკი პრეზიდენტი ადამიანი ყველაფერს წყვეტს, ესე არ არის. შესაბამისად, მე მგონი, რომ ამერიკაში ძალიან მკაფიო და ცხადად მუშაობს და ეს დაჩვენა ბოლო რეზოლუციამაც, რომელიც კიდე არ არის საბოლოოდ მიღებული, თქო ასე, თავისი თქო ასე სამართლებრივი კონტექსტი, პოლიტიკურ კონტექსტში, მაგრამ ტენდენცია მკაფიოა, რომ ამერიკის მიუღებელია საქართველოს რუსეთმა, საქართველოს ჩინეთთან ბმა, იმ რეზოლუციაში რაღაცა არ აღმოჩნდა ირანი, მაგრამ ირანი ყველგან და ყოველთვის მაინც იგულისხმება. აღარ ვლაპარაკობ კობახიძის მუდმივ რეგულარულ მოგზაურობას, თორსა შეიძლებოდა ფრენები იყო თეირანში, არ უშევდა შანსს რეისს, რომ არ დამჯდარიყო თეთრნავში, არ ჩასულიყო თეირანში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ამერიკამის ყველაფერი იცის. კარგად ხედავს, როგორ თამაშობს საქართველო, როგორ ეკუთ პატარა ბავშვი, როგორია რომ
იტყურ მონგატყუებს და გაუვა და შენ რო ხედავ რომ გატყუებს მაგრამ მაინც რაღაცნაირად პატიებ ამერიკა პატიებს ამერიკა ხედავს რომ უაღრესად მნიშვნელოვან რეგიონში კავკასიაში საფრანგეთში სადაც მას უკვე თავისი ინტერესები გაუწია პირადი ამერიკული ინტერესები ეს არ არის გლობალური მაგალითად გეოპოლიტიკური მშვიდობის ასე შემდეგ რამე თავისი მაგალითად კონკრეტული ინტერესები ეს არის გზა ინფრასტრუქტურა ეს ტრამპის გზა და ასე შემდეგ ამ ფონზე საქართველოს ესე ანათებს თეთრი ლაკით რომ თუმცა ბატონ პაატა მისი არგუმენტები აქვს საქართველოს მთავრობას და ამაზეც მინდა ვისაუბროთ და ისევ ჩინეთთან ურთიერთობებს მინდა დაუბრუნდეთ ირაკლი კობახიძემ გუშინ უკვე სწორედ ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების საკითხს მეუძღვნა ბრიფინგი როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ჩინეთის ხელისუფლება საქართველოს უყურებს როგორც თანასწორს და თანატოლს და ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა არა მხოლოდ ქაღალდზე არამედ ის აისახება კონკრეტულ სარგებელში ორივე ქვეყნისთვის თავის მხრივ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა ისიც რომ აი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან რის შეჩერებასაც ასე მივტირით სინამდვილეში იყო სწორედ სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე იყო თუ არა ეს ასე ესეც მინდა ვკითხოთ და თუ კი არა მაშინ რა კონკრეტულ სარგებელს ხედავდით ვაშინგტონთან აი ამ სტრატეგიული ურთიერთობების შედეგად და შესაბამისად რა დავკარგეთ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოსთან შეჩერებულიყო არის სტრატეგიული პარტნიორობა. ძალიან კაფეოა შემდეგი პოზიცია. საქართველოს სტრატეგიული კაფეოდ გამოკვეთილი ერთადერთი ურთიერთობები კონსტიტუციით აქვს აღებული ვალდებულება ევროკავშირის წინაშე და ნატოს წინაშე. მან თქვა კონსტიტუციამ ამ ხელისუფლებამ კობახიძემ უკვე თუმცა კოალიციამ ჩვენ მოვამზადეთ თუმცა კოალიციაში ვიყავით და როცა წამოვედით მიხარია მაგრამ უცნაურია თუ აპირებდნენ ცვლილებებს რატო შეიტანეს კონსტიტუციაში ისაც ჩვენ დაუტოვეთ ფაქტია რომ 17 წელს როცა კოალიცია დაიშალა და ახალი მთავრობა ახალი პარლამენტი მოვიდა მათ კონსტიტუციაში შეიტანეს გამზადებული ფორმულა რომ საქართველოს ნებისმიერ მთავრობა ვალდებულია ყველა ღონისძიება გამოიყენოს რათა მიმართული იყოს ევროპისკენ ნატოსაკენ. შესაბამისად ჩვენ და ამას მოყვა ყველაფერი, ამას მოყვა ვიზა ლიბერალიზაცია, ამას მოყვა კანდიდატობის სტატუსი, სადაც კაფეოდ ვაღიარეთ ჩვენ თავზე რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა ჰარმონიზირებული უნდა იყოს ევროკავშირის პოლიტიკასთან. ევროკავშირსაც აქვს ურთიერთობა ჩინეთთან. ევროკავშირთან ირანთანაც კი აქვს ურთიერთობები პრობლემა კი არა მაგრამ ჩვენ ავიღეთ ვალდებულება რომ ჩვენი პოლიტიკა ევროკავშირთან იქნება ჰარმონიზირებული ეს გვიწერია ქაღალდზე რაც ამბობს კობახიძე თვითონ არ ღვევს აი ამ ქაღალდზე დაწერილ პრინციპს ანუ არ უნდა გიგზავნოს ჩინეთთან ურთიერთობას კი ბატონო ირანთანაც ურთიერთობები სომხეთი ურთიერთობებს აზერბაიჯანი ურთიერთობა პრობლემაა მაგრამ შენ გაქვს ვალდებულება შენი ჩინეთთან ურთიერთობა დამარება თავი ირანს ჩინეთს ვლაპარაკობ არის ვალდებულება ჰარმონიზირებული იყოს ევროკავშირის პოლიტიკასთან. ანუ ევროკავშირი როგორც მუშაობს ჩინეთთან, ისე უნდა მუშაობდეს შენ. უნდა შეუთანხმო. მთელი ევროკავშირის ქვეყნები ასე აკეთებს და ჩვენ ხომ მიდიოთ ევროკავშირში. ყველა კანდიდატი სახელმწიფო ცდილობს ყველა პირობა შეასრულოს. ეხლაც აი სულ გუშინ, ქვია, 4-5 წამყვანა ძველი ევროკავშირის სახელმწიფოება განაცხადეს, რომ ჩვენ უნდა გავამკაცროთ პირობები ევროკავშირში მიღებულ სახელმწიფოების მიმართ. რომ ეს აი უნგრეთიდან გამომპირები ნათქვამია ორბანის გამო. ანუ კიდე გაამკაცრებენ ევროკავშირში გაწევრიანების პრინციპებს, რათა ორბანისნაირი ქვია, სურპრიზები არ დახვდეთ მერე მომავალში. ანუ სახელმწიფო რომელიც შევა ევროკავშირში დღეს კი რამოდენიმე წელს განმავლობაში ვეტოს უფლება არ ექნება და ასე შემდეგ. ანუ ამაზე ანუ ჩვენ თუ ავიღეთ ვალდებულება და ვინც ამას წერდი და მე დავწერდი მაგრამ ჩართული ვიყავ როგორც მთავრობის წევრი ამაში ყველაფერში რათა კონსტიტუციაში შეგვეტანა ეს პოზიციები ჩვენ ვიცოდიო ჩვენ თავზე ვიღებდით ვალდებულებას რათა გავხდარიყავთ ევროკავშირის წევრი. საქართველოს ან ქართული ოცნება ანადგურებს კონსტიტუციურ პოზიციას. ისინი დამნაშავეები არიან არათუ არასრულ პირობას. ისინი კონსტიტუციას ქართული ოცნების კიდევ ერთი არგუმენტი, რითაც მართული პარტია კრიტიკოსებს უპირისპირდება, არის ის, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას თავად ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს. ამერიკის პრეზიდენტი არა მარტო საუბრობს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, არამედ ჰქონდა პირადი ვიზიტი ჩინეთის დედაქალაქში, ასე დროს მისი პარტიის წევრების მხრიდან საქართველოს კრიტიკა ეს არის მარტივი ორმაგი სტანდარტიო, ესეც არის არავინ არ გვიგზავნოს მათ ურთიერთობას, მაგრამ უნდა რაკი ჩვენი პარტნიორები ვინ არიან, ჩვენ თანაბარი პარტნიორები არ არიან. სად გვიწერია ჩვენ სიტყვა ჩინეთი კონსტიტუციაში? მაჩვენონ. სად გვიწერია ჩინეთი? მე მათ ვაჩვენებ, სად გვიწერია ნატო და ევროკავშირი. სად გვიწერია? მე ნახეთ, რაღაც დანიაში მართლაც არ მოხდა სასეანო ამბები, დანიაში დაიხრო ადამიანის უფლებები. მე ესე მგონია და გამოძიება მიმდინარეობს და საზოგადოება აღშფოთებულია. ჩინეთში ადამიანის უფლებები არ ირღვევა?
რა შედარება და ერთი ხმა თუ ერთი გაგიგია თუ არა ჩინეთში ადამიანის უფლებები ვირღაოდეს ქართულოსებიდან დანიას გადაუარეს ყოველდღე დღესაც გვახსენებენ ამას და ჩინეთში რა ხდება კაცშვილი ხმას არიდებს ამაზე აი ეს არის ორმაგი სტანდარტები თუ ასადმე ეს არის საერთოდ ქართულოსებაში მაგრამ მაგ კიდევ ერთ კითხვას შემოგიტრიალებდათ აი ახლა რომ მართველი პარტიის წარმომადგენელი იყოს თუ კი ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია კიდევ უფრო გააღრმავოს ურთიერთობა ჩინეთთან რატომ არ შეუძლია იგივეს გაკეთება საქართველოს იმიტომ რომ გიწერია კონსტიტუციაში შენ ევროკავშირი ხარ ევროკავშირის პირობებში გაქვს აღებული ვალდებულება ჩვენი ვალდებულება რატო არ არის არსებ კაცრები რატო ამერიკაში შუაში იგივე აზერბაიჯანში შეგვიძლია შემომიტრიალონ იგივე ჩინ იგივე სომხეთთან შემიძლია კონტინენტის სხვა ნაწილებთან ჩვენ გვიწერია ვალდებულება რომ ევროკავშირის კონტექსტში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ჰარმონიზაცია მოხდება საქართველოს პოლიტიკისა სომხეთ ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს ირანთან ვინ გაუბედა რამის თქმა იმიტომ რომ სომხეთს არ აქვს პრეტენზია ჯერ არ მოუწერია ხელი არაფერზე აი ვნახოთ როცა სომხეთი დაიწყებს ინსტიტუციონალურ მოძრაობას ევროკავშირში აი მე ვნახავთ რა როგორ დახვდება წინ ევროკავშირის პირობები აზერბაიჯანის საერთოდ არ აპირებს ევროკავშირში გაწევრით არც ნატოში თქვა განაცხადა კაფეო სასახად ამიტომ ისინი სულ სხვა კლასში არიან სულ სხვა მიმართულებით არიან ამიტომ მათ ელაპარაკებიან იმ კატეგორიის და იმენით რაც იმ კლასს ეკუთვნებს ჩვენ ვიტყუებით მთელი ქართული ოცნების პრობლემა არის ფარისევლობა ფარისევლობა არ ერთხელ მეთქვია თქვენ ეთერში ანუ იტყუებიან ამბობენ რომ მივდივარ და არ მიდიან ფარისევლობა რა როცა შენ ამბობ რომ მე ამას ფარისევლები შეარქვა ფარისევლობა შემოვიდა სახარებიდან ხო თქვია ამბობდნენ რომ ვართ რელიგიურები და არ იყვნენ რელიგიურები ქრისტიანში ამხელდა მათ აი ქართულების პრობლემა არის ფარისევლობა ისინი ამბობენ რომ ჩვენ ევროკავშირში მივდივართ ამიტომ ლანძღავენ ევროკავშირს არ ამბობენ რომ ჩინეთში მივდივართ ამიტომ აკებენ ჩინეთს ამიტომ ეს ორმაგობა აი ეს თქვათ ასე ხალხის მოტყუება არა მარტო ხალხის მათი ამორჩეველი რომ მოტყუებულია ყველა ხდება თვითონ ისინი ხდებიან და ბედნიერები არიან ამისი პუშკინს აქვს ცნობილი ფრაზა ბედნიერი ვარ რომ ეხლა საყოველზე ამ რომ მე ბედნიერი ვარ როცა თავს ვიტყუებო ანუ დააღლითესდი ბედნიერები არიან ქართულოსების ამორჩეველი როცა თავს ქართულოსები ადლოს მასაშოს მოიტყოს მაგრამ ამერიკას ვერ მოატყუებს ევროკავშირს ვერ მოატყუებს ისინი ხედავენ მათ ამ ორმაგ სტანდარტებს ამ კონტექსტში კიდევ ერთი როგორც იცით 2-3 დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი მიიღო რომელშიც ჩვენი ქვეყნის შესახებაც არის საუბარი კანონ პროექტის ერთ-ერთი ავტორი ჯო უილსონია და მასზე ცალკე კითხავთ თვითონ პროექტის მიხედვით კი ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ეროვნული დაზვერვის დირექტორმა და თავდაცვის მდივანმა 180 დღის განმავლობაში უნდა მოამზადონ ანგარიში რომელიც შეისწავლის რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სტრუქტურებისა და მათი აქტივების შეღწევას საქართველოში და შეაფასებს მათ შორის თანამშრომლობის შესაძლო გადაკვეთას აი უკვე უშუალოდ კონგრესის მიერ მიღებულ ამ აქტს რა ძალა და წონა აქვს და მეორე მხრივ ბარემ აქვე კითხავთ აი რა იქნება თქვენი აზრით ტრამპის ადმინისტრაციის რეაქცია თუ პოზიცია როცა გაიგებს რომ აი ქართული ოცნების ხელისუფლება ჩინეთთან ურთიერთობების არათუ გადახედვას და ჩინეთისგან არათუ დისტანცირებას აპირებს არამედ კიდევ უფრო ღრმავდება ეს ურთიერთობები და აი კიდევ ერთხელ გადავედით უკვე ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე არა თქმა უნდა ხლა ტრამპი საქართველოს არ არის ის დონე თუ სომხეთის აზერბაიჯანის კი რომელთა ბეწყვეთს ის თუ რაც გაიგებს ტრამპი დღეს იქ მუშაობს სახელმწიფო დეპარტამენტი, რუსეთის სპეციალური სამსახურები და ისინი ღებულობენ გადაწყვეტილებას, რომელიც ტრამპისთვის მისაღებია. ეს ირანი, ჩინეთი, რუსეთი, უკრაინა, მისი ყოველდღიური დღესასრიგის ნაწილი. თორე კავკასია არ არის. კავკასია მინდობილია სახელმწიფო დეპარტამენტისთვის. რა სახელმწიფო დეპარტამენტი ეთქვის, მის დაიჯერებს და არ დაიწყებს იქ მარკო რუბიოა შეფი. ხო, ვიტკოფის გაგზავნა საბა შემიმოწია კუშნერის გაგზავნა შემიმოწია რუბიო მართალია თუ არა ასე შემდეგ. ბოლომდე რუბის ამ ფონზე რასაც კაფიოა რომ ამერიკისთვის მიუღებელია კავკასიაში სადაც ამერიკის ინტერესები გაჩნდა გავიმეორებ აზერბაიჯანი და სომხეთი მათი სანდო პარტნიორები არიან მათ შეუძლიათ შეამოწმონ მათი სანდოობა აქედან გამომდინარე რჩება თეთრი ლაკა საქართველოს რომელიც კეტავს რომელიც არის ზაბრის ყელი შავ ზღვას და კავკასიონის ქედს და ხდება უცნაური რაღაცეები საქართველოს ხელისუფლების სხეულის მოძრაობა ემთხვევა რუსეთის ინტერესებს და შესაბამისად ეს მათ აგიზიანებდა ჩინეთის ინტერესებს და ირანის ინტერესებს. მარტო ირანის ელჩის განცხადება რა ღირს რუბიოს განცხადებასთან დაკავშირებით, რომ რუბიომ რო თქვა, ეს მართლა გამოუგნებელია, თითქოს საქართველოს ელჩი იყოს, ისე გამოიდო თავი. არაფერი საერთო არ ქონდა ირანთან, რუბიომ განაცხადა, რომ საქართველოს ვექტორი შეცვლილია და იმედი გვაქვს დაბრუნდებით და გამოუგდა ირანის ელჩი საქართველოში და დაარტყა ამერიკას.
და აი ესე იგი ჩვენ საერთოდ არ გვაქვს სუბიექტურობა, საერთოდ არ გვაგვაჩნია არანაირი საქმე, რომ ვერავინ ვერ უთხრა ირანის რომ შეიძლება ლაპარაკობ. შენ რას ლაპარაკობ? შენზე ხარ უთქვია საერთოდ. ირანზე ხარ არ უთქვია რა. საქართველოს ლაპარაკობ. ვერავინ არ გაუბედა. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გილექება. რა თქმა უნდა ყველაფერი ამაზე ბრძოლობა მიდის და ხედავენ რომ აი ამ სამი სახელმწიფოდან ერთი არის საერთოდ მოქმედებს. თანაც ეს კეთავს პორტებს, კეთავს ანუ ჩამკეტია, პორტები შეუძლია მართოს, რკინიგზა, ავტომობილები, ნავთობის მისადენები, გაზის მისადენები, ახალი პროექტებია, შუა დერეფან და შემდეგ. უკვე აქ ნეიტრალურობაც კი არა, არათუ პროევროპულობა და პროამერიკულობა გასაჭირო. ნეიტრალურობაც კი მიუღებელია, იმიტომ რომ აშკარად ჩანს რომ რუსეთს აქ თავისი გარკვეული ინტერესები ჩადებული. ჯოულსონზეც მინდა ბატონ პაატა ჩაგეკითხოთ მისი ინტერესი რა შეიძლება იყოს, როცა ასეთი აქტიურია საქართველოს საკითხზე და როცა ასეთი მწვავე კრიტიკულია ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკის შეფასებისას. თავად მართველი პარტია ღიად მიანიშნებს იმაზე, რომ ჯოულსონს კონკრეტული ჯგუფები უნდა აფინანსებდნენ იმ საკითხების ლობირებისთვის, რის ლობირებასაც ის ახდენს. აი თქვენ რით იხსნით მის ასეთ აქტიურობას, როცა საქმე ეხება საქართველოს ურთიერთობებს ირანსა და ჩინეთთან, იმიტომ რომ აი კიდევ ერთხელ საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები დარწმუნებულნი არიან, რომ ჯო უილსონს რუკა რომ აჩვენო, საქართველოს სად არის ვერც კი იპოვის. არა, მე მგონი რომ ღირს რათა ჩავაკმეტინოთ ხმა ასეთ ადამიანებს, ჯო უილსონს ვაჩვენოთ მსოფლიო რუკა და ის ზუსტად იპოვის საქართველოს მან კარგად იცის. უილსონი არის ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი ანტირუსი პოლიტიკოსი ამერიკაში. ამერიკაში როგორც წესი კონგრესის, ანუ როგორც სენატის წარმომადგენლთა პალატის წარმომადგენლები ყველა არიან როგორც წესი ანტირუსები. როგორც წესი. ეს მოდი საუკუნეებია, საუკუნეები ხა თვალ საუკუნეები არა, მაგრამ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ესე არის. აი ამ ფონზე უილსონი ახალი გამონაკლისი არა, გამონაკლისები არის ხოლმე, როცა კონგრესში აღმოჩნდება პრორუსი პარტიანესეთების. აი ესენი მართლა ნაკიდები არიან ხოლმე, თო მიყო ანტირუსი, ეს ჩვეულებრივი ამბავია, გიხდიან ფულს არ გიხდიან ეს ერთი. ამერიკაში არსებობს კანონი ლობიზმის შესახებ. იქ დაშვებულია ნებისმიერი ფორმით ლობისტური საქმიანობა. ნებისმიერი ფორმით იქ გამჭვირვალეა ფულის მოძრაობა. თუ ვინმე უილსონს ამაში ფულს უხდის, რაც გამორიცხული არაა კანონით, ეს მოჩანდეს. ასე ლაპარაკი არ გამოვა უკაცრავად რა. რომ ამბობთ ვიღაცა უილსონს ფულს უხდის, მე მოყვები, როგორც მესმის სიტუაცია, მაგრამ აჩვენებთ ფაქტი. თორე ეს უნდა იყოს დადასტურებული. შეუძლებელი ამერიკაში ვინმე ახორციელებს ლობისტურ საქმიანობას, უილსონთან დაკავშირებით თუ გინდა და ეს არ ჩანდეს მის ანგარიშებში. აბსურდულია. ეს არ არის სიცხვილიც, არ არის ლობიზმი გამყარებულია კონკრეტული მტკიცებულებებით და რა თქმა უნდა, ისე არა, ესე ასე. იცი არა კარგად რომ კანონი არსებობდა, იცი არა კარგად რომ შესაძლებელია. ამიტომ ძალიან უსირცხვილოდ, უნამუსოდ კუდებს აბავებ აი ამ გამჭვირვალე, თუ შეიძლება ასე ითქვას, პროცესებს. ამიტომ აკეთებონ ჯობია ფული ვის როგორ უხდენ, ჩვენ კარგად კანონმდებლობა არ არსებობს და არ არსებობს სწორედაც როგორ შეიძლება ესა თუ ის ბიზნესმენი, ესა თუ მილიონერი, რომელიც პარლამენტში ზის, როგორ შეიძლება ლობირებდეს თავის საქმიანობას ისე რომ ვერავინ ვერაფერ არ გაიგოს. კიდევ ერთი კითხვა ჩინეთთან ურთიერთობის კონტექსტში და შემდეგ უკვე სხვა საკითხები იცით რომ რამდენიმე დღის წინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელსაც აღმოჩნდა რომ ჩინეთმა მხარი არ დაუჭირა, შესაბამისად ეს ამბავიც იქცევს ყურადღებას კითხვაზე, ხო აი ზუსტად ამ კითხვაზე რატომ მოგვექცა სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი ასე, ირაკლი ყობახიძე ამბობს რომ ამ რეზოლუციის მხარდაჭერასა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას შორის არავითარი კავშირი არ არის და ჩინეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მეორე მხრივ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა ისიც რომ ჩინეთს ჰქონდა მისი სუბიექტური და ასე ვთქვათ სპეციფიკური მიზეზები. აი თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს ახლა უკვე ეს გითხარით, რა მიზეზები შეიძლება გქონოდა ჩინეთს და ის რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან რეზოლუციას არ აქვს, აი სწორედ სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა უნდა შეფასდეს როგორც პრობლემა თუ ამას არ აქვს ურთიერთობებში არსებითი მნიშვნელობა. არა, ეს შეფასდეს როგორც არარაობა ჩინეთის მხრიდან, ანუ მას საქართველოსთან სტრატეგიულად არაფრად არ უღირს. და ამიტომ მე მინდა ექსპერტებს შევახსენო პირველ რიგში, ვინც ჩვენ გვისმენს, რომ როგორც კი საქართველოსთან გაფორმდა სტრატეგიული ურთიერთობები, ცოტა ხნის წინ, ქვია, მაშინ სულ მალე გაეროს, ქვია, უშიშროების საბჭოს წევრს რამოდენიმე სახელმწიფომ სულ სხვა მიმართულებით საქართველოს სასარგებლოდ გამოაქვეყნა წერილი. აი გუშინან გაფორმებული ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა. და ერთ კვირაში ხდება დაახლოებით ეს ამბავი. მე ჟურნალისტებსაც უთხარი, მაგრამ საბჭოთქოროდ გაატარეს ეს. ერთ კვირის უკან მოეწერა ხელი სტრატეგიული ურთიერთობებს და ჩინეთი არ მიუერთდა უშიშროების საბჭოს არაფერი პრობლემა არ იყო მიერთებოდა. არავითარი პრობლემა. ანუ მიერთებოდა
5-6 სახელმწიფო მხარ დაუჭირა საქართველოს და ჩინეთი იქ არ იყო, არა და უშუალოდ საბჭოს მუდმივი წევრია და კარგი იქნებოდა. აქედან მოყოლებული თავად შემიძლია გითხრათ მას შემდეგაც სტრატეგია მანამდე რაც იყო სხვა საკითხია, არ ვიყავ სტრატეგიული პარტნიორები. რა ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები არასდროს, ეხლა კი არა, არასდროს ჩინეთს საქართველოს სასარგებლოდ არ მიუწია ხმა. ყოველთვის თავს იკავებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და სტრატეგიული პარტნიორის ერთ-ერთი არ ერთადერთი, ერთ-ერთი ნიშანი არის, რომ შენ ცდილობ მაქსიმალურად შენი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესები დაიცვა. შეიძლება შენი ინტერესებს შეცვლა შეძ. რატომ? იმიტომ რომ რუსეთია. ჩინეთის სტრატეგიული ნამდვილი რეალური პარტნიორი არა საქართველოა, არამედ რუსეთია. ვიღაცა იტყვის, რომ აი ჩვენ ვცდილობთ დიფერენცირება მოვახდინოთ და რუსეთისგან დისტანცირება. უკაცრავად, ბელორუსიაში რომ ჩინეთი ჩართული, ისე არსად არაა ჩართული. 70% ეკონომიკისა, თუ შეიძლება ასე ითქვას, არის ჩინური. ეს სულაც არ უშლის ბელორუსიას ხელს, იყოს რუსეთის სატელიტი სახელმწიფო. ანუ რუსეთსა და ჩინეთს შორის არის გარკვეული თქვათ ასე თანამშრომლობა თუ თანამშრომლობა არა, რომ დათანხმება, რომ შედი, რუსეთს ფული არა აქვს. საშუალებები არ აქვს, ამიტომ რა ჭირდება ლუკაშენკოს და რა ჭირდება ივანიშვილს დღეს? მას ჭირდება მისი ძალაუფლება იყოს აღიარებული ვიღაცები ძლიერი გავლენის სახელმწიფოს მიმართ. არც რუსეთს, არც ჩინეთს არ აინტერესებს რა რეჟიმი გაქვს შენ აქ. თავარია შენ იყო პროჩინური, თავარია შენ იყო პრორუსული. ამიტომ რომ ჩვენები არ მედიეთ საქართველოს ამ შემთხვევაში ქართულების საკითხით, კაფეო და ცალსახად არ მედიეს ლანძღავს ევროკავშირს, მაშინ როცა ჩინეთში 1000 უარის რაღაცები ხდება და ხმას არ იღებს ამას. ეთილი აი ამ კონტექსტში ევროკავშირი ახსენეთ და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთ საკითხს შევეხოთ და შემდეგ უკვე ამერიკა-ირანის კონფლიქტზეც მინდა მოვასწროთ საუბარი. დღეს ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში შეხვედრა უნდა გაიმართოს. არის ინფორმაცია, რომ საუბარი შეიძლება იყოს საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე, თუმცა ქართული ოცნება აღნიშნული მოლოდინის შექმნას პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს და ამტკიცებს, რომ ეს არის მორიგი ტექნიკური შეხვედრა და სხვა არაფერი. აი გითხარით თქვენ როგორ უყურებთ დღევანდელ დღეს და დღევანდელ შეხვედრას? ეს არის მართლაც მორიგი ტექნიკური შეხვედრა თუ უფრო მეტი ვიდრე ტექნიკური? ეს არის მორიგი ტექნიკური შეხვედრა, რომელზეც უფრო მეტი. რატომ? ტექნიკური შეხვედრები ტარდება, რატომ? იმიტომ რომ შეამოწოს რამდენად სრულდება პირობები ამა თუ იმ საკითხებში. ჩვენ შემთხვევაში არის ვიზა ლიბერალიზაცია. ვიზა ლიბერალიზაცია საჩუქარი კი არაა. მე მაშინ სახელმწიფო მოხელე ვიყავი და თავრობის წევრი ვიყავი. დღე და ღამე მუშაობდით, რომ ეს მithom ცალფეხზე ეს უნომუსობრივობები ცალფეხზე არ შევალთო და ღირსებით შევალთო. რათა ევროკავშირის პირობები შეგოსულებინა, ყველა სამინისტრო და მათ შორის შემდგომ კონფლიქტებზე მუშაობდით, ამიტომ ჩემს სამინისტროს გარკვეული რა თქმა უნდა ზედმეტი ვალდებულებებიც კი ქონდა. დღე და ღამე მუშაობდა ჩემი აპარატი, რათა შეგოსულებინა ყველა ეს პირობები, რომ დაგვეყოფილებინა ვიზა ლიბერალიზაციის პირობები და ჩვენ პირნათლად კოალიციამ შევასვათ ყველაფერი და დამსახურებულად მივიღეთ ვიზა ლიბერალიზაცია. არა საჩუქარი, არამედ დამსახურებულად მივიღეთ ვიზა ლიბერალიზაცია. შესაბამისად, მე ეს ხო სახელიც კი ინგრევა თუ არ მოუვარი, არა, ჯდება და ასე შემდეგ. ხო, რეგულარულად ჭირდება აი ამ პირობების შემოწმება. რამდენად სახელმწიფო ასრულებს პირობებს, რათა ის სიკეთე, რომელიც ოდესღაც მოიპოვა შრომით, დღეს უნდა კონდეს. ეს ხდება ყველა სახელმწიფოთან, ვისაც არ არის ევროკავშირის წევრი და ასე ბევრია უამრავი ქვეყნები აზიაში კი ეს ვიზა ლიბერალიზაცია, ოკინავის ქვეყნები, ძალიან ბევრი ქვეყნები ეცათ ვიზა ლიბერალიზაცია, განსაკუთრებით საფრანგეთზე მემული სახელმწიფოები. ყველა სულ პირობებს. ამიტომ ესეთი ტექნიკური შეკრება შეამოწმებს დღეს რამდენად მდგრადია საქართველოს ჰქონდეს მას ვიზა ლიბერალიზაცია. ამიტომ ნუ მოვიტყუებთ თავს. დიახაც ტექნიკური შეხვედრის შედეგად შეიძლება გამოვლინდეს, რომ საქართველოს დღეს ვეღარ ასრულებს იმ პირობებს, რასაც ასრულებდა თავის დროზე, როცა მიიღო ვიზა ლიბერალიზაცია. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ ტექნიკურ შეხვედრის დროს გამჟღავნდეს, რომ გაჩნდა ნაპრალები კედლებში, ეს ვიზა ლიბერალიზაციის კედელი თუ შენობა ინგრევა და ამას ჭირდება მხარდაჭერა. მე სამწუხაროდ წელს თუ არ მე შაშამ ამბობდი, რომ ჯერ კიდე არ გვემგრება ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება. წელს მე უკვე აღარ ხართ ასეთი დარწმუნებული. არა, იმიტომ რომ ისე შეუტიეს, ისე გადაუარეს ევროკავშირს, რომ აი მართლაც ევროკავშირის დეპუტატი რომ იყო, უცებ ვიტყოდი, რა გვინდა ასე სახელმწიფოს და ხალხო რატომ ვაძლევთ, ირანში ხალხი იღუპება, მათ არ აქვს ვიზა ლიბერალიზაცია. ჩვენ რატომ უნდა მივცეთ ქართველებს, როცა ხმას არ იღებენ და ასე თავის ხელისუფლებას, ამდენის უფლებას აძლევენ ჩვენ წინააღმდეგ და თავს ლაპს გვასხავენ. ამიტომ საქართველოს შეგნებულად მოქმედებს ქართული ოცნება, რათა ჩვენ დავკარგოთ ვიზა ლიბერალიზაცია და დაბრალდეს
ეს ყველაფერი ევროკავშირს. ბატონო პაატა, ბევრი დრო არ დაგვრჩა, ამიტომ დარჩენილი წუთები მინდა რომ გავცდეთ საქართველოს პრობლემებს და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების შევაფასოთ. დონალდ ტრამპი ქმნიდა მოლოდინს, რომ ირანთან კონფლიქტი მალე დასრულდებოდა, შედგა მოკლე ვადით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვნახეთ მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდიც, თუმცა აი რამდენიმე დღის წინ ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყო, ირანმა საომარი მოქმედებები განაახლა. დღეს დილით დაგხვდა ინფორმაცია, რომ ქუვეითში, ბაჰრეინსა და იორდანიაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე თავდასხმა განახორციელა თეირანმა, რასაც თავის მხრივ მოჰყვა შტატების მხრიდანაც ირანზე დარტყმების ახალი ტალღა. რატომ ვერ დასრულდა ეს ომი და რატომ არის მეორე მხრივ თითქოს საცდენილი ერთმანეთის ის, რასაც ამბობს დონალდ ტრამპი და რაც სინამდვილეში ხდება? ნუ ხათო ტრამპი ყოველთვის მეტი მოლოდინებს სახავს ხოლმე, ის მას როგორც წესი თავის სურვილები არ ემთხვევა, მის სურვილები ამერიკის შეერთებული შტატების რესურსებთან, შესაძლებლობებით ინტერესებთან. ამ ფონზე აშკარად შევსო ირანი წელავს დროს ამერიკის ტრამპა გუშინ თქვა კაფეში წელავს დროს მართალია. რატომ? ნოემბერია წინ ეს იყო თავდადოთ თქვა რომ ეს იყო უდიდესი შეცდომა რომ ისრაელმა და ამერიკამ შუალედურ არჩევნების წინ წამოიწყეს ეს ირანი გათვლას აკეთებს ამერიკის შუალედურ არჩევნებზე? მე ასე შევს აშკარად დროს წელავს მას არ უნდა ბირთვული პროგრამის დათმობა აშკარა ეს აშკარად ძნობს რომ მას შეუძლია ქვისხანიდანაც ქვები ისროლოს როგორც ტრამპა თქვა რომ ქვისხანას დაუყენებო ირანს და რამლოდ უკვე ქვისხანას ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ირანები, მაგრამ მაინც განაგზობენ ბრძოლას თუმცა ქვების სროლით. ამ ფონზე მე მგონი რომ მათ უნდა ძვირად დაუჯინონ ტრამპს ეს ქმედება, აიტანონ კიდე დამატებითი დაბომბები, მithumės ამერიკა მართლა თქვათ ასე პირობითად ცდილობს მოსახლეობა არ დააზიანოს, ის კი არა და აგერ სკოლა დაიმბობა გოგონების და დღემდე კონგრესში განხილვებია, მუდმივად პასუხს მოითხოვენ, როგორ მოხდა რომ სკოლა დაიბომბა და ბავშვები დაიღუპნენ, ეს მართლა საშინელი, მაგრამ ანუ ამერიკაში უცხონერად უყურებენ საომარ მოქმედებების წარმოებას, მოგწოს არ მოგწოს სხვა საკითხია, მაგრამ ჰუმანიზმის რაღაც ელემენტები, რამდენიც ეს შეიძლება წაბოთქოს ადამიანმა, იქ მეტია, ამიტომ ცდილობენ რა მინიმუმ დაიყვანოს ადამიანთა მსხვერპლი, ირანი ამას ბოროტად იყენებს. იცის რა რომ დაბომბები კი იქნება, მაგრამ ხალხი არ დაიღუპება. და ამით შეუძლია ქუჩაში კი დაბომბების დროს შეიძლება ხალხი ქუჩაში გამოიყუროს მოედანზე და ისე ქვია აეტოლების სამხარდაჭერილი ლოზუნგები აყვირებინოს. და მე მგონი რომ ამის თუ გახანძილდება და მივა შემოდგომამდე მაშინ რა თქმა უნდა თუ ამერიკა ამთან აპირებს კუბაში კიდე რაღაც მოიწყოს ამას შეიძლება ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენოს ქვია მის არჩევნებს და პრობლემა ირანში კი არა პრობლემა ნავთობშია ძალიან იზრდება და ეხლა სწორედ ამის გამო ჰორმუზის ყურე ხელახლა დაიკეტა ისედაც გახსნილი იყო რომ ნახევრად ჯოჯოხეთით ემუქრება დღეს დილით დაგხვდა ეს განცხადება ირანის ერთ-ერთი სამხედრო მაღალჩინოსანი ამერიკის ხო და ჯოჯოხეთი პირველ სამწუხაროდ ირანში მოხდება თვითონ მათივე ბრალით მართლა არ მესურა დასჭირდება დაწყებული ბირთვული პროგრამა აბსოლუტურად არ ჩაჭდება უდიდეს სახელმწიფოებად დედამიწაზე იაპონია, გერმანია, კანადა, თურქეთი არ აქვს ბირთვული არაგი და არაფერი პრობლემა არ აქვს. საშინელებაა, მაგრამ რა კი ესე ჩაბღაუჭებული არიან ამ ბირთვულ პროგრამაზე და რა კი ამდენ სხოპზე მიდიან, ჯერ თავის ხალხს თვითონ გადაუარეს. შემდეგ გაზრდა ამერიკას საშუალებას რომ ომი გაგრძელდეს ამ ფონზე მე ვხედავ იმას რომ თულია გათვლა აქვს რაღაც ზატო მოკლევადიან მაკლევადიან შედეგს ეს არის ყველაზე მეტი შემოდგომა რა ზაფხული დაიწყო, რათა მოხდეს ტრამპის ჩამოშლა კონგრესში. ტრამპი დარჩება როგორც პრეზიდენტი 2000 არ არსებობს, მაგრამ უკვე კონგრესში ჩამოეშლება და დემოკრატები მოვლენ, უკვე გაუჭირდება მას ესე ეფექტურად აწარმოოს სამხედრო ოპერაცია და სამხედრო ოპერაცია მაინც ტარდება კვალიფიცირებულად, ამას ვერავინ ვერ უარყოფს. დონალდ ტრამპს და ამერიკის შეერთებული შტატების აშკარად არ სურდა ირანთან კონფლიქტში თავიდან შესვლა და სამხედრო დაპირისპირების ახალი ტალღის დაწყება 8 ივნისს ტრამპს ბენიამინ ნეთანიაჰუს მისამართით ასეთი განცხადებაც კი აქვს გაკეთებული. ნეთანიაჰუს უთხარი ძალიან ფრთხილად უნდა იყო, რადგან მალე შესაძლოა ირანის წინააღმდეგ მარტო დარჩი. აი ამ განცხადებაში ჩანს თუ არა, რომ ირანის მიმართ ისრაელის შეტევების წინააღმდეგიც კი იყო დონალდ ტრამპი და არ უნდოდა ამ კონფლიქტის თავიდან გაჩაღება და ამ კონფლიქტს ისევ ცხელი ომის სახე მიეღო. რა გამოსავალი რჩება დონალდ ტრამპს? გამოსავალი არის, მაგრამ ტრამპი ამ გაკეთებული არა. უნდა დავუბრუნდეთ და მოახლოებული არჩევნებიც ახსენეთ ბატონ პაატა და ბარემ ამაზე ჩაგეკითხებით, ხო, აი როგორ ფიქრობთ ირანის კონფლიქტი რა გავლენას მოახდენს საერთო ჯამში ტრამპის რეიტინგსა და იმიჯზე ახლა როცა არჩევნები ახლოვდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. გამოსავალი არსებობს ამერიკამ თავდადზე მიაქცია ბრწყინვალე თუ არა სერიოზულ შედეგიან შეთანხმებას ობამას დროს. ამას ვერიტას ტრამპი ამას გაგონებაც არ უნდა. თორე ობამას ხელშეკრულებას უნდა დაუბრუნდნენ უკაცრავ 5 სახელმწიფო იყო ჩართული.
და მართლაც იძლეოდა საშუალებას კონტროლისას. ირანელები ყველგან უშვებდნენ, ირანელები ამდიდრებდნენ, ქვია, ურანს, მაგრამ იყო რაღაც შეზღუდვები. ტრამპს შიდა პრობლემებიც აქვს რა, ობამაც გაგონება არ უნდა. და ამიტომაა რომ ესე თორე ყველა უნდა დაუბრუნდეს, რაღაც სახელმწიფოებებით რაღაცები შეიცვალოს და უნდა დაუბრუნდნენ ობამას მიერ მიღებულ შეთანხმებას. ტრამპი ამას წამსვლელი არა, ამიტომ ეს ერთი, მეორე, ნეთანიაჰუ ვერ მოხერხა ვერც ობამას, ვერც ბაიდენის დათანხმება იმაზე, რომ დაწყებულიყო დაბომბვა. ტრამპი დააჯერა ამაში. ასე რომ მარტო ნეთანიაჰუს ბრალი ეს არა და როცა ლანძღავს საჯაროდ ჩვენ თვით გასაგონად ნეთანიაჰუს უნდა იცოდეს რომ თვითონ ნეთანიაჰუს მე მესმის. მე არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის იმიტომ რომ მას თავის გამოწვევები აქვს ირანი იქიდან იმუქრება და ამბობს ისრაელი არ უნდა არსებობს როგორც სახელმწიფო. ეს არის ყველა ბირთვული იარაღი კი არა პრობლემა. პრობლემა როგორ დააჯეროს ირანი, რომ შეწყვიტოს აღიაროს ისრაელი როგორც სახელმწიფო და მოაწეროს მასთან შეთანხმებას, აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები, რა თქმა უნდა, ბევრი არა, მაგრამ პირზე კოსმა საჭირო აუცილებელი არაა. მაგრამ რომ ირანი გახდეს საერთაშორისო სამართლის მონაწილე, ეს ერთი და მეორე გახდეს დაუბრუნდნენ ობამას ხელშეკრულებას. მაგრამ ტრამპი ამაზე ურჩევნია დაკარგოს პრეზიდენტობა, ვიდრე ობამას იმას დათანხმდეს პირობებს. მადლობა ბატონ პაატა, სტუმრობისა და თქვენი შეფასებების გაზიარებისთვის. პაატა ზაქარიაშვილს დავიმშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი შემოგვერთება, ასე რომ დაგვერდეთ. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი თეიმურაზ პაპასქირია ჩვენთან და გამარჯობა ბატონ თეიმურაზ და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ბატონ თეიმურაზ, თბილისი და პეკინი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადადიან და მოდი გადაცემის ეს ნაწილიც ამ შეთანხმების შეფასებით დავიწყოთ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა გუშინწინ, რაც ქართული ოცნების შეფასებით არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. თქვენი შეფასება როგორია? ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ჩინეთთან კიდევ უფრო დაახლოებამ და რა პლუსებსა და მინუსებს ხედავთ ამ გადაწყვეტილებაში? ხო, ჩვეულებრივ ცუდი არაფერია ხოლმე სტრატეგიული ხელშეკრულების გაფორმებაში, რადგანაც რაც მეტი სტრატეგიული მოკავშირე ყავს, მით უკეთესია საერთაშორისო პოლიტიკაში, მაგრამ ახლა ისეთ ვითარებაში ვართ, რომ სტრატეგიული მოკავშირეობის შესახებ შეკრულება გაუქმებულია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ფაქტობრივად შეჩერებულია ევროკავშირთან გვაქვს ძალიან მძიმე ვითარება და ასეთ პირობებში ფორმდება ხელშეკრულება ჩინეთთან, რომელიც რეალურად რამდენად არის მოკავშირე, ისიც საკითხავია ამ შემთხვევაში, რადგანაც არც ჩვენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს ისე, როგორც უჭერს ჩვეულებრივ ამერიკის შეერთებული შტატები თუ ევროკავშირი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიეკუთვნება ძალიან მცირე რიცხვს ქვეყნების, რომელიც თაივანის პასპორტიან ადამიანს საერთოდ არ უშვებს ქვეყანაში, ჩინეთი მუდმივად თავს იკავებს დევნილების შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისაგან აფხაზეთში დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქედან გამომდინარე უკვე საკითხავია, რამდენად არის ეს მომგებიანი, პლუს ამას ვისი სტრატეგიული მოკავშირეა დღეს ჩინეთი, არის სტრატეგიული მოკავშირე რუსეთის და არის ირანის და ახლა ცოტა ამ კამპანიაში მოხვედრა მაინც და მაინც სასურველი არანდროს არ არის, პლუს ამას რუსეთი არის ჩვენი მტერი ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია და შესაბამისად აქედან გამომდინარე ახლა რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირესთან სტრატეგიული მოკავშირეობის გაფორმება ფაქტობრივად რუსეთთან მოკავშირეობაშიც ქართულ ოცნებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ჩანაცვლება სურს ჩინეთით, რაც იმ სავალალო კრახის გამოხატულება, რაც ივანიშვილის რეჟიმმა იწვნია ევროპულ კავშირსა და ვაშინგტონთან ურთიერთობაში, ასეთია პარტია ლელოს შეფასება. რამდენად უნდა დავინახოთ საერთო ჯამში საკითხი და ჩინეთთან ურთიერთობების ახალ ნიშნულზე გადაყვანა ამ ჭრილშიც და აქვე არის თუ არა ჩინეთით ვაშინგტონის და ევროპის ჩანაცვლება შესაძლებელი და ზოგადად დასავლეთი რამდენად შეიძლება შეცვალოს აზია.
ჯერ ერთი რამდენად ჩანაცვლებადია, მოდი ამით დავიწყოთ, იმიტომ რომ გაცილებით უფრო რთულია ამ შემთხვევაში, ანუ რით შეიძლება დაინტერესოს შენ ჩინეთი და პლუს ამას რა შეიძლება იყოს ჩინეთის ინტერესი შენს ქვეყანაში. ჩინეთი ვიცით რომ მსოფლიოს სხვა რეგიონში დაინტერესებულია ხოლმე გარკვეული ფინანსური გარიგებებით, რომლებიც ძალიან ძიმედ სრულდება იმ ქვეყნებისთვის, ვისთანაც ჩინეთი აფორმებს ასეთ ხელშეკრულებებს. პირველ რიგში აფრიკის ქვეყნებზე გვაქვს საუბარი, სადაც ძალიან ძიმე ვითარებაში აღმოჩნდა რამდენიმე ქვეყანა ჩინეთის ასეთი ფინანსური პოლიტიკის წყალობით. მეორეს ერთი ახლა რამდენად ჩაანაცვლებს ახლა ჩინეთთან ურთიერთობები ვერაფრით ვერ ჩაანაცვლებს თქვათ საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან ამ შემთხვევაში, რადგანაც ევროკავშირი არის და ევროპა არის ის პარტნიორი, რომელიც ყველაზე მეტად ახლოს არის და პლუს ამას ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაზე ახლოს არის თავისი ცხოვრების სტილით თუ მენტალობით. ამერიკის შეერთებული შტატები ამ მხრივ ასევე ახლოსაა, უბრალოდ უფრო შორია გეოგრაფიულად. მაგრამ მთავარი აქ ამ შემთხვევაში ის არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს განიხილავს თავის სტრატეგიულ ოპონენტად და შესაბამისად მასთან კავშირის გაფორმება მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩინეთის კიდევ ერთ მოკავშირე ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დღეს ფაქტობრივად გამოუცხადებელი ომი მიმდინარეობს, ну აქ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს არც თუ შორშროტელი ნაბიჯია და პლუს ამას არც არაფრის მომტანი, იმიტომ რომ ჩინეთი ვერაფრით ვერ ჩაანაცვლებს. ვაშინგტონის პოზიციის კონტექსტშიც უნდა დაგისვათ ერთი კითხვა ქართული ჩინეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ხედავთ იმ ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ამაში სერიოზულ პრობლემებს ხედავს და ამის შესაბამისად მეტიც ვაშინგტონი ქართული ოცნების ხელისუფლებას პეკინთან ურთიერთობების გადახედვისკენაც მოუწოდებს. გასული კვირების განმავლობაში რამდენჯერმე გამოიგზავნა ვაშინგტონიდან თბილისში შესაბამისი შეტყობინება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აი ქართული ოცნების ნაბიჯები ჩინეთისკენ, ახალი ნაბიჯები ჩინეთისკენ იძლევა თუ არა პასუხს კითხვაზე, რამდენად აპირებს საქართველოს ხელისუფლება იმ მოწოდებების გაზიარებას და გათვალისწინებას, რა მოწოდებებიც მისი მისამართი დადგა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ხო, მე მგონი ეს პასუხი იყო რეალურად, რომ ჩვენ არ ვაპირებთ თქვენთან ურთიერთობას, ჩვენ ჩინეთი გვირჩევნია ამ შემთხვევაში. გასაგებია ახლა ამ სიტუაციაში, რადგანაც ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სჭირდება არავითარ ურთიერთობა ამ შემთხვევაში იმ ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომლებიც ქართული ოცნება დღეს ცდილობს ფაქტობრივად დიქტატურის დამყარებას ქვეყანაში და ბოლომდე რომ ვერ ახერხებს, ეს არის ჩვენი საზოგადოების დამსახურება ამ შემთხვევაში. და ასეთ სიტუაციაში მასთან ურთიერთობა რასაკვირველია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გაცილებით უფრო რთული იქნება იმ კუთხით, რომ კი, რასაკვირველია არის რეჟიმები, რომელთანაც ამერიკის შეერთებული შტატები აწარმოებს ურთიერთობას და იმ ქვეყნებში რეალურად დემოკრატია მაინც და მაინც არ არის, მაგრამ იმ ქვეყნებში არც საზოგადოება არის კრიტიკული იმ დონეზე, რომ ეს პრობლემები შეუქმნას იმ ხელისუფლებას და აქედან გამომდინარე, ახლა ქართულ ოცნებას რაც სჭირს, ის არის, რომ უნდა იყოს დიქტატორი, ბოლომდე ვერ ახერხებს ამას და სურს მოეპყრან ისე, როგორც დიქტატორულ რეჟიმებს ეპყრობიან და არ მოხდება ეს ასე. ერთი არაპასუხი ექნება ვაშინგტონს, მეორე არაპასუხი შეიძლება მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და აქ არ იგულისხმება მხოლოდ ჩინეთთან ურთიერთობა, კონდეს უკვე ბრიუსელს და ევროკავშირს და ამ კონტექსტში მოდით ერთი კითხვა საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებითაც დავსვათ, მით უმეტეს რომ ბრიუსელში დღეს არის დაგეგმილი მორიგი სამუშაო შეხვედრა, როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან ვისმენთ, ეს არის ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, მაგრამ ბოროტი ძალები, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში უსუსურად გამოიყურებიან, იგულისხმებით სწორედ დღევანდელი პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი, პოლიტიკურ ჟონგლიორობას მიმართავენ იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებაში ნებათა ღელვა გამოიწვიონ. ეს არის მმართველი პარტიის გამოხმაურება ბრიუსელში დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე. რა პასუხი გაქვთ ბრალდებაზე, რომ მიზანმიმართულად აშინებთ საზოგადოებას, თითქოს მოსალოდნელია საქართველოს შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და მეორე მხრივ მართლაც რამდენად რეალურია ეს საკითხი. ხო, ну, ჯერ ერთი პირველ რიგში თუ ვინმე რამეს აკეთებს იმისაც, რომ საქართველოს მოსახლეობას შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ეს არის ქართული ოცნება. მთელი თავისი უკანასკნელი წლების პოლიტიკით, რომელიც არის ანტიევროპული და ანტიქართული ერთდროულად, რადგანაც ჩვენი სტრატეგიული ინტერესი არის
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც შეუძლებელია რეალურად ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გარეშე და რეალურად ევროკავშირის წევრობა იქნება ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი ამ გზაზე გადადგმული. ამის ნაცვლად ქართული ოცნება ყველაფერნაირად გვაცილებს ჩვენ ევროპას, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ აღმოვჩნდეთ რუსულ ბანაკში და რუსეთის მოკავშირეებში, რაც ავტომატურად გამორიცხავს ამ მიზნის ასრულებას, იმიტომ რომ რუსეთი პირდაპირ ამბობს, რომ უნდა შეეგუოთ ახალ რეალობას, მორჩა დაკარგული გაქვთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. და ასეთ ვითარებაში ის, რასაც აკეთებს ქართული ოცნება, არის ანტიქართული პირველ რიგში და ანტიევროპული, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ევროპის წინააღმდეგ მიმართული. ბუნებრივია შესაბამისად ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება, როდესაც შენ არასრულებ ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებს და ასოცირების ხელშეკრულებითაა განპირობებული ვიზა ლიბერალიზაციის არსებობა საქართველოს მოსახლეობისათვის, მაშინ ეს დღის წესრიგში აუცილებლად დადგება განურჩევლად იმისა, თუ ვის რა ურთიერთობა აქვს ბრიუსელთან ამ შემთხვევაში. აქ საერთოდ საუბარი ზედმეტია იმაზე, ჩვენ თუ ასეთი უსუსურები ვართ, მაშინ როგორ ვახერხებთ ევროპული სტრუქტურების დარწმუნებას იმაში, რომ გაკეთდეს ის, რაც ვითომ ჩვენ გვაწყობს ამ შემთხვევაში. სიამოვნებაში ეს არ აწყობს არავის საქართველოში ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. აწყობს მხოლოდ ქართულ ოცნებას დღეს, იმიტომ რომ ასეთ სიტუაციაში ის სუვერენიტეტს რო აწყვება და ვითომ პატრიოტიზმს რო იშველიებს, ცნობილი გამონათქვამეა თავის დროზე მე-18 საუკუნის, რომ ნაძირლებისთვის პატრიოტიზმი არის უკანასკნელი თავშესაფარი და ქართული ოცნება ამ შემთხვევაში ზუსტად აი ამ პოზიციიდან თემას ბევრი დრო არ დაგვრჩა და აი ბოლოს მოდით უკვე ცოტა ოპოზიციაზეც ვისაუბროთ და განსაკუთრებით ოპოზიციურ ალიანსზე მინდა გკითხოთ, რომლის ნაწილიც თქვენი კოალიცია, პირველ რიგში კი იქნებ განმარტოთ არის თუ აღარ არის ამ ალიანსის შემადგენლობაში ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ აი თამარ ჩერგოლეიშვილი ამტკიცებს, რომ მოძრაობა აღარა ალიანსის ნაწილი და უკვე ურთიერთზე მეტი ამ პარტიის წარმომადგენლები გაერთიანების არც ერთ სამუშაო შეხვედრას არ დასწრებიან. შეგიძლიათ თუ არა დაადასტუროთ, რომ ალიანსის და ნაციონალური მოძრაობის გზები გაიყარა და თქვენი პოლიტიკური თანამშრომლობა დასრულებულია. ხო, ეგ არის მთლიანად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გადასაწყვეტი, არის თუ არა ის ალიანსის ნაწილი და აპირებს თუ არა ის იყოს მისი წევრი შემდგომშიც. ახლა როგორც ასეთი აქტიურობა მათ ნამდვილად ნაკლებად ჰქონდათ 26 მაისის აქციის მომზადებაში ძალიან მცირე როლი ითამაშეს, თუმცა ბოლო მომენტში მაინც მხარი დაუჭირეს ერთობას და ეს არის მთლიანად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გადასაწყვეტი. ამ მომენტისათვის ისინი ალიანსის წევრები არიან, მაგრამ იქნებიან თუ არა, ეს არის მათი გადასაწყვეტი. რამდენად იღებენ ისინი აქტიურად მონაწილეობას შეხვედრებში, ეს ვიცით, რომ მაინც და მაინც აქტიურად არ იღებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მათ წარმოადგენლი აცხადებს, რომ კი ჩვენ მონაწილეობდით ამ შეხვედრებში. შეიძლება იქ დროის ფაქტორი იყოს, როდის მონაწილეობდნენ და როდის არა. აქედან გამომდინარე, ახლა გარიცხვით, როგორც ასეთი ეს არ არსებობს ასეთი რამ ალიანსის შესაძლებლობაზე და რანაირად ან თვითონ უნდა თქვა, რომ არ არიან წევრები და ეს მათი გადასაწყვეტია თავიდან ბოლომდე. მე ვფიქრობ, რომ მათთვისაც მომგებიანია, რომ იყვნენ ალიანსის წევრები, ახლა ეს მათი საქმეა. არ ვიცი, ალიანსთან დაკავშირებით რა გეგმები აქვს ეს გამოჩნდება, იქამდე კი ნაციონალურობა თვითონ პარტიაში ანონსებს, კი ბატონო მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გაკეთდა გუშინ ამის თაობაზე განცხადება, ანონსებს რადიკალურ და რევოლუციურ ცვლილებებს, ერთობლივად შევთანხმდით, რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდიო. სააკაშვილმა ციხიდან გამოგზავნა მორიგი განცხადება ამის თაობაზე, თავის მხრივ ნანუკა ჟორჟოლიანს არ მიუღია საბოლოო გაწყვეტილება
ეხმარება, თუმცა ადასტურებს, რომ ნაციონალური მოძრაობის რიგებში შესაძლო გაერთიანების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აი რას შემატებს და რამდენად გააძლიერებს ნაციონალურ მოძრაობას თქვენი აზრით პერსონალურად ნანუკა ჟორჟოლიანიც და ზოგადად ახალგაზრდები და ახალი სახეები და როგორ უყურებთ უკვე ამ პარტიაში რევოლუციური ცვლილებების დაანონსებას ეს გითხარით და ამით დაგმოხთ. ხო, ეს არის მთლიანად მათი გადასაწყვეტი და ახლა მე როგორც სხვა პარტიის წარმომადგენელი არჩევნების შიდა პარტიულ საქმიანობაში, რომელიც მიდის ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, ეს არის მათი საქმე, როგორც უნდათ ისე გადაწყვეტენ, უბრალოდ რეალურად თავარია ამით საერთო საქმე არ დაზარალდეს საერთო ჯამში. თავარი არის ივანიშვილის რეჟიმის მოცილება და შესაბამისად ამ საქმეში იმედია რომ ერთობა ყოველთვის იქნება, რაც მხოლოდ მომგებიანი იქნება ოპოზიციურ ძალებისთვის. კეითილი, მადლობა ბატონ თეიმურას სტუმრობისთვის. დღეს ამით დავასრულოთ. თეიმურას პაპასქირი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. დღის ნიუსრუმი დასრულებულია, თუმცა დღეს ხუთშაბათია, რაც მას ნიშნავს, რომ საღამოს 9:30-ზე კიდევ ერთხელ თავისუფალ სტუდიაში შევხვდებით ერთმანეთს, ასე რომ მხოლოდ დროებით გავშვებით.